მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯი წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ ოთხშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. მოგესალმებით ბატონებო. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას. პირდაპირ ეთერშია გადაცემა რადიო მკურნალი და მე ამ გადაცემის წამყვანი ექიმი ზურაბ ვარაზი. გადაცემა დღევანდელი ჩვენი გადაცემა შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის მხედველობის სხვადასხვა პრობლემა და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგიის ოფთალმოქირურგი ბატონი შოთა თადუმაძე. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მივესალმები რადიო მსმენელს მადლობა მოწვევისათვის. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ ტელეფონზე 2-37-139 2-38-139 და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვათ ჩვენს მოწვეულ სტუმარს. ბატონო შოთა, ადამიანს როცა უნდათ რომ უთხრან ხოლმე ძალიან სასიყვარულო და სათნო სიტყვები ეუბნებიან ჩემო თვალის ჩინო. ნამდვილად. მხედველობა ეს არის ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და ჩვენი მიღებული ინფორმაციის თითქმის 90%-ს ვიღებთ მხედველობის ორგანოს საშუალებით და როდესაც პრობლემა აქვს თვალს, ნამდვილად ძნელი გასაცლისია. მე მაგალითად მქონია შემთხვევა საუბედუროდ სადღაც 80 წლებში თვალის ტრავმა მივიღე და 2 წუთის განმავლობაში საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავდი და ეს იყო წარმოუდგენელი ცნობა, როცა თვალები ღია გაქვს და ვერ ხედავ. ნამდვილად ასე რომ არ ვისურვებ მართლა არავის და საბედნიეროდ დღეს ოფთალმოლოგია და ეს ოფთალმოქირურგია საკმაოდ კარგად არის და სწრაფად განვითარდა მაღალი ტექნოლოგიების დანერგვით და მოდით ჩვენს რადიო მსმენელებს გავესაუბროთ ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ძალიან აქტუალურია. თვალის რომელი პათოლოგიებია დღეს სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი? სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი, ანუ წამყვანი პათოლოგიები შეგვიძლია გამოყოთ ძირითადად 4 პათოლოგია. ეს არის პირველ ადგილს რასაკვირველია იკავებს კატარაქტა, შემდეგ მოდის ასაკობრივი მაკულოდისტროფია, მაკულოდეგენერაცია, ეს არის თვალის ბადურაგარსის ნეიროსენსორული ქსოვილის ასაკობრივი გადაგვარება, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ ადგილს იკავებს გლაუკომა და ასევე ამ ოთხეულში შედის დიაბეტური რეტინოპათია, შაქრიანი დიაბეტის დროს მხედველობის სხვადასხვა სახის პრობლემა. მოწინავე ადგილს რასაკვირველია პირველ ადგილს იკავებს კატარაქტა. მოკლედ რომ ვთქვათ, საინტერესო იქნება. ხა ჩვენ ამ საკითხს უფრო ცოტა გავშლით და შევეხებთ, იმიტომ რომ პრინციპში ეს საკმაოდ ასაკში შესულ ადამიანებს თითქმის ყველას აწუხებს და ჩვენ მე უცებ გამახსენდა ნოდარ დუმბაძის მე ვხედავ მზეს. კი ბატონო. როცა ადამიანს თვალები ღია აქვს, სინათლეს ხედავს, მაგრამ გამოსახულებას ვერ ხედავს. აი რა არის ეს კატარაქტა? კატარაქტა, კატარაქტა როგორც ბრძანეთ აბსოლუტურად მართალია, რომ ეს არის უპირატესად ასაკობრივი დაავადება. ითვლება, რომ სადღაც 65-70 წლის ასაკში ყოველ მესამე ადამიანს, 80 წლის ასაკში დაახლოებით ყოველ მეორე ადამიანს აქვს კატარაქტა. რა არის თვითონ კატარაქტა? ეს არის თვალის გამჭვირვალობის დაქვეითება, რის შედეგადაც სხივი აღარ შედის ბადურაგარსამდე, ბადურაგარსმა ნერვულმა ქსოვილმა უნდა აღიქვას გამოსახულება. შემდეგ გადასცემს მხედველობის ნერვს, მხედველობის ნერვი კი წარმოადგენს გამტარგზას ბადურასა და თავის ტვინს შორის. შესაბამისად, ფერხდება ინფორმაციის მიწოდება თავის ტვინამდე. ამის მიზეზს წარმოადგენს ბროლის გამჭვირვალობის დაქვეითება და სწორედ ეს არის კატარაქტა. კატარაქტა არის უპირატესად ასაკობრივი მიზეზით განპირობებული, თუმცა აქვს სხვადასხვა აქ თვითონ ბროლის ნივთიერების დისტროფია მიმდინარეობს თუ რაიმე ბროლის ნივთიერების უშუალოდ რის შედეგადაც ფერხდება, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად არის თვითონ ბროლის ნივთიერება შემღვრეული და რამდენად არის დაქვეითებული გამჭვირვალობა, შესაბამისად მხედველობას ამის მიხედვით
სივრცით ქვეითდება. ნუ სხვა მიზეზები სიტყვითა ვთქვა ჩვენ აი თვალის კაკალი თვითონ თვალი რომელიც მოთავსებულია ორბიტაში მისი ოპტიკური სისტემა კი ბატონო ჩამოვთვალოთ გაივლის რქოვანას ეს არის პირველი გამჭვირვალე გარსი შემდეგ გაივლის წინა საკანს რომელიც ავსი არის ნივთიერებით წყალ-წყალა ნამით რომელიც საშუალებითაც ხდება თვალის თვალის სხვადასხვა ნაწილის კვება შემდეგ გაივლის გუგაში გუგა ეს არის სივრცე ფერად გარში შემდეგ მოხდება უკვე შემდეგ უნდა გაიაროს ბროლის ნაწილი ამის შემდეგ გაივლის მინისეფსხეულს და პროექცირდება უკვე გამოსახულება მაკულაზე მაკულა ეს არის ცენტრალური უბანი ბადურის რომელშიც მოთავსებულია ფოტორეცეპტორები აღიქვავენ ამ გამოსახულებას გარდაქმნიან ნერვულ იმპულსებად ანუ მოკლედ რო ვთქვათ ტვინისთვის გასაგებ ინფორმაციად გარდაიქმნება ეს სინათლის ინფორმაცია და შესაბამისად უკვე გადაეცემა თავის ტვინს. ჩვენ როდესაც ვიყურებით თვალები ღია გვაქვს, საერთოდ გვინდა გავიხედავთ, გამოვიხედავთ და ვხედავთ რომ ნებისმიერ მანძილზე რომელსაც ჩვენ უყურებთ შორს თუ ახლოს საგნებს ჩვენ ფოკუსს ვაყენებთ რა ეს კი ბატონო სწორად ბროლი მონაწილეობს ფოკუსირებაში ბროლი მოთავსებულია როგორც ბრძანეთ თვალის კაკლის შიგნით გარშემორტყმულია კუნთებით, ანუ ჩამოკიდებული არის, ანუ ფიქსირებულია თვალის კაკალზე სპეციალური ესეთი იოგების საშუალებით, ეს დაკავშირებულია კუნთებთან. კუნთების მოძრაობის ხარჯზე იცვლება ბროლის ფორმა, შესაბამისად იცვლება ფოკუსი. ჩვენ ვიყურებთ შორს თუ ახლოს, იმის მიხედვით იცვლება ფოკუსი და სწორედ ბროლი მონაწილეობს, როგორც მარტივად რო ვთქვათ, როგორც ფოტოაპარატში ლინზა იცვლის ესე იგი მდებარეობას, იგივე ფუნქციას ასრულებს ბროლი თვალისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ ხედველობის სხვადასხვა პრობლემაზე. ჩვენი სტუმარია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის ოფთალმოქირურგი ბატონი შოთა თადუმაძე. შეგიძლიათ დაგვირეკოთ 237-139, 238-139 და პირდაპირ ეთერში დავუსვათ შეკითხვა ჩვენს მოწვეულ სტუმარს. ვაგრძელებთ მოკლედ ესე იგი თუ ჩვენი ბროლის მამოძრავებელი კუნთები კარგად მუშაობს თუ ბროლი ელასტიურია და გამჭვირვალე პრობლემა არ არის თუმცა ასაკთან ერთად ითვლება რომ სადღაც 40-45 წლის შემდეგ ეს კუნთებს უქვეითდებათ ფუნქცია ნაკლებ ფუნქციონირებენ შესაბამისად ყველა ადამიანს ანუ შესაბამისად ბროლი ვეღარ იცვლის ფორმას ქვეითდება მისი ელასტიურობა აქედან გამომდინარე ჩვენ საკითხავად უკვე ადამიანებს 40-45 წლის შემდეგ ესაჭიროებათ სათვალე. რაც აძლევს საშუალებას ახლო მანძილზე იკითხონ სათვალის საშუალებით, შორ მანძილზე სათვალე არ ჭირდება. ჩვენი ცხოვრების წესი ხომ არ განაპირობებს ამას, იცით, რაღაცა ნაკლებად გამიგია, რომ ცხოველებშიც არსებობდეს მხედველობის პრობლემები და კატარაქტა და ესეთი რაღაც. ჩვენ ვკითხულობთ, ჩვენ უყურებთ ტელევიზორს, ეს ხო არ აზარმაცებს ჩვენ თვალს. პირდაპირ ეთერში არის მსმენელი, გისმენთ ბატონო? გამარჯობა. ბატონო შოთა, კატარაქტის ოპერაცია ახლად რო აქ ადამიანს გაკეთებული, აი რისგან უნდა შეიკავოს თავი ან თავის დახრისგან თუ რაღაცა პუნქტებია და თუ შეიძლება. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. როდესაც ახლად ოპერირებული პაციენტი პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დაიცვას რეჟიმი, რაც აქვს დანიშნული მკურნალი ექიმისგან, ეს არის გარკვეული ტიპის წვეთები, ანტიბიოტიკები და კორტიკოსტეროიდები, რომ არ განვითარდეს ანთება, ეს არის უპირველესი, რაც პაციენტმა უნდა შეასრულოს. რაც შეეხება თავშეკავებას, პირველ რიგში უნდა მოერიდოს თვალთან კონტაქტს. ეს არის ხელით კონტაქტი, ჩვენ ვაფრთხილებთ ხოლმე პაციენტებს, რომ მოერიდოს პირის დაბანისას, ბანაობისას, თვალში თვალის დაბინძურებას წყლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირს დახრას რასაკვირველია პირველ დღეებში სასურველია, რომ მოხდეს თავშეკავება ძირს დახრისგან და სიმძიმის აწევისგან და ასევე ჩვენ უწევთ ხოლმე პაციენტებს რეკომენდაციას, რომ ოპერაციის დღეს დაიძინოს ზურგზე ან არა ნაოპერაციებ მხარეს, ან თუ მარჯვენა თვალზე გაკეთდა ოპერაცია, დაიძინოს მარცხენა თვალზე, რომ არ მოხდეს უშუალოდ თვალზე ეწოლა, ანუ წნევის მატება თვალში და წნევის. ნუ ეს ასე თუ ისე მეტნაკლებად დასაცავი წესია. რაც შეეხება ძირითად ესე იგი ჩვენებას, ძირითად უბრალოდ უკუჩვენებას, ეს არის რომ არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება თვალთან კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ კატარაქტის ოპერაცია კეთდება ძალიან მცირე განაკვეთით, ეს არის დაახლოებით 2 მმ-მდე 1.8 მმ-ის განაკვეთით სრულდება ოპერაცია, მაინც მცირე ჭრილობაა და არსებობს ყოველთვის რისკი, რომ მოხდეს თვალის დაინფიცირება და ანთებითი პროცესის განვითარება. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო და ძალიან ისეთი აქტუალური შეკითხვა იყო. ეხლა მხოლოდ ოპერაციულია კატარაქტის მკურნალობა, ჩვენ შეგვიძლია რაიმე პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ ან რაიმე თერაპიული მკურნალობა დაუნიშნოთ პაციენტს, როდესაც ასაკში შედის. კი ბატონო, სამწუხაროდ ერთის მხრივ სამწუხაროდ თუმცა მეორეს მხრივ საბედნიეროდ ამას უკვე მოგვიანებით გეტყვით რატომ საბედნიეროდ სამწუხაროდ კატარაქტა წარმოადგენს მხოლოდ ოპერაციულ დაავადებას თუ კატარაქტა დაიწყო თუ აღმოჩნდა რომ კატარაქტიდან განვითარდა ბროლის შემღვრევა სამწუხაროდ მისი თერაპიული კონსერვატიული გზით თერაპიული წვეთების საშუალებით ან გარკვეული სხვა მედიკამენტოზური საშუალებების მიღებით სამწუხაროდ მისი უკუგანვითარება არ ხდება. თუმცა საბედნიერო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ უკვე ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მაინც, როგორც მინიმუმ, თვითონ კატარაქტა აღარ წარმოადგენს სიბრმავის მიზეზს. კატარაქტა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მარტივ ოპერაციად და ყველაზე უფრო ეფექტურ ოპერაციად, რადგანაც მისი საშუალებით ხდება ფაქტიურად მთლიანად ამ პრობლემის მოგვარება. ერთხელ მობილურით გვირეკავენ პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო? Alo, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, მოგესალმები ბატონჯეთას. ერთ შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. ის მე მაქვს ოპერაცია გაკეთებული 94 წელში, სოფურიამ გამიკეთა რაღაც ფიოდოროვის რაღაც ექსპერიმენტი ოტარებოდა, მინუსი მქონდა, მინუს სათვალეს ვატარებდი და მაგის შემდეგ დამჭა მასალა თვალზე ვერ ვასწორებ ფოკუსს. როგორც ხო და ამის ოპერაცია თუ არსებობს ან თუ შეიძლება შეგეკითხები თვითონ ოპერაციის დასახელება ხომ არ გახსოვთ რა სახის ოპერაცია ჩაგიტარდათ? აუ არ მახსოვს. ეს ხომ არ იყო კერატოტომია რადიალურად ქოვანაზე ხო არ მოხდა ქოვანის შეიძლება ესე გაგიგო. ქოვანაზე როგორც დასერვა. გუგალზე არის დანა გასმული. კი ბატონო. რაღაც ნატიბურივით არის გუგალზე. ალბათ უმჯობესია მოვიდეს და ადგილზე გიგო. კი, რასაკვირველია, ბატონს აქვს ჩატარებული რადიალური კერატოტომია, ეს შედარებით ითვლება ამაზე ალბათ მოგვიანებით მოგვეცემა საშუალება რომ იმჯობოთ რა თანამედროვე საშუალებები გვაქვს დღეს სწორედ აი ამ პათოლოგიის სამკურნალოდ აუცილებლად ვისაუბრებთ რაც შეეხება რადიალურ კერატოტომიას დღევანდელ დღეს ეს აღარ გამოიყენება ანუ პრინციპი ამ ოპერაციისა მდგომარეობს რქოვანაზე პატარა ნაკაწრების ასე თქვათ რქოვანის დასერვაში რის შედეგადაც იცვლება მისი გარდამტეხუნარიანობა და ფოკუსირება ხდება ბადურაზე ნუ ამ შემთხვევაში ბატონს გაგვიჭირდება პასუხი გავცეთ სასურველია რომ მობზანდეს დათვალიერდეს და იმის მიხედვით უკვე შეფასდეს რამდენად შესაძლებელია მისი კიდევ პირდაპირ ეთერში ზარია თუ შეიძლება კი ბატონო გამარჯობა მაინტერესებს აი რა პრევენცია არსებობს იმისათვის რომ აი კატარაქტისგან თავი დავიცვათ კი ბატონო გასაგებია შეკითხვა. სამწუხაროდ კატარაქტისგან ესეთი პირდაპირ რეკომენდაცია რომ მოგცეთ რომ თავი დავიცვათ არ არსებობს. კატარაქტა გარკვეულწილად რომ თქვათ ეს არ არის დაავადება, ასეთ შეიძლება ითქვას. კატარაქტა ეს არის ასაკობრივი პროცესი, როგორც მაგალითად თმა ჭაღარავდება, კანი ნაოჭდება, ასევე ბროლი იცვლის თავის გამჭირვალობას, ამას წინ ვერ აღუდგებით ვერანაირად. თუმცა არის რეკომენდაცია რომ ესე იგი მზისა თვალის ხმარება იცავს თვალს ულტრაისფერი გამოსხივებისგან, რაც გარკვეულწილად მონაწილეობს კატარაქტის ფორმირებაში. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ეს არ არის ულტრაისფერის სხივი არ წარმოადგენს კატარაქტის ერთადერთ გამომწვევ მიზეზს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ასაკობრივი პროცესი, რასაც სამწუხაროდ ადამიანი ჯერჯერობით წინ ვერ აღუდგება. ალბათ უმჯობესია დინამიკური დაკვირვება ქონდეს ადამიანს თავის თვალზე და რაღაცა პერიოდში, როდესაც უკვე ატყობს ექიმი, როდესაც დადგება დრო რომ თქვენ შეურჩევს დროს რომ გაუკეთოს რასაკვირველია იყოს ოპერაცია. აი სწორედ თემამ მიგვიყვანა აქამდე.
ადრე ითვლებოდა რომ სწორედ გავაგრძელებ საუბარს ამასთან დაკავშირებით ადრე ითვლებოდა რომ თუ კატარაქტა არ იყო მომწიფებული და მხედოობის სიმახვილი არ იყო მკვეთრად დაქვეითებული არ იყო ნაჩვენები ოპერაციული ჩარევა ეს გარკვეულწილად უკავშირდებოდა თვითონ ოპერაციულ მიდგომას ხდებოდა დიდი განაკვეთის გაკეთება ბროლის ამოღება მთლიანად დიდი განაკვეთიდან შემდეგ რქოვანაზე ნაკერების დადება რაც საკმაოდ ტრავმატული იყო თვალისათვის დღევანდელ დღეს პირიქით მიდგომა შეცვლილია რაც უფრო ადრე გაკეთება ოპერაცია და რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება ქირურგიული ჩარევა მით მაღალია შედეგი მით მაღალია ეფექტურობა ოპერაციისა მით უმეტეს დღევანდელ დღეს ტექნოლოგიური წინსვლა თვითონ ტექნოლოგია იძლევა მართლაც ფანტასტიურ საშუალებებს მართლაც დამზოგებელი და ნაკლებად ინვაზიურია. ნაკლები ინვაზიურია, მინიმუმამდეა დაყვანილი თვალის ტრავმატიზაცია და რაც საკვირველია შედეგი არის მართლა თვალსაჩინო მეორე დღიდანვე ერთი კვირის თავზე მაქსიმუმ გააჩნია კატარაქტის სიმწიფეს მეორე დღიდანვე როგორც წესი პაციენტები ამჩნევენ შედეგს. ეთქობა მაინც წლების განმავლობაში რომ კატარაქტა აქ ადამიანს და არასწორად და ცუდად იყურებს და ცუდად ხედავს დანარჩენი აპარატიც გამოდის წყობილებიდან გადაზუსტება. რა საკვირველია გარკვეულწილად ხდება ნერვული ქსოვილის გადაჩევა მხედოობის სიმახვილისგან თუმცა უმეტესწილად მხედოობა თუ მხედოობის დაქვეითების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კატარაქტა ფაქტურად სრულად აღდგება ოპერაციის შემდეგ. ჩვენთვის გასაგებენაზე ორიოდე სიტყვით რო გითხრათ, როგორ კეთდება კატარაქტის ოპერაცია? ესე იგი, კატარაქტის ოპერაციის არსი მდგომარეობს ბროლის ანუ გაუმჭირვალე გამჭირვალობა დაქვეითებული ბროლის ამოღებაში და მის ადგილას ხელოვნური ბროლის ჩანერგვაში იმპლანტაციაში. ბროლი მოთავსებულია თავის ჩანთაში, ხდება პირველ რიგში რქოვანის განაკვეთების შესრულება, შემდეგ ბროლის ჩანთის გახსნა, ბროლის ჩანთიდან შემღვრეული ნივთიერების ამოღება და იგივე ჩანთაში ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. აი ეს წარმოადგენს ამის შედეგად რა საკვირველია ეს ხდება ოპერაცია სრულდება მიკროსკოპის ქვეშ მიკროსკოპული განაკვეთების საშუალებით ქირურგის მიერ თუმცა დღევანდელ დღეს თვითონ თავად კატარაქტის ოპერაციაში რევოლუციურ გამოგონებას წარმოადგენს ლაზერული ანუ ლაზერის როლი რაც თუ გვექნება ალბათ საშუალება რომ შევეხოთ ჭრა გვექნება და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ალბათ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბატონი შოთა თავდუმაძე რომელიც თვალის მიკროქირურგიის ჯავშიულის კლინიკის ოფთალმოლოგიის ოფთალმოქირურგია საუბრობთ თვალის პათოლოგიებზე ვისვენებთ რეკლამაზე პირდაპირ ეთერში დავბრუნდით მიმდინარეობს გადაცემა რომელშიც ჩვენ ვეხებით თვალის სხვადასხვა პათოლოგიას, ჩვენი გადაცემის სტუმარი ოფთალმოქირურგი ბატონი შოთა თადუმაძე. საუბრობდით კატარაქტის შესახებ, კატარაქტის ოპერაციის შესახებ და შევჩერდით იმ ადგილას, როდესაც ჩვენი ბატონი შოთა გვეუბნეოდა, რომ დღეს რევოლუციური არის ახალი ტექნოლოგია, ეს არის ლაზერული ქირურგია და თუ შეიძლება გავშალოთ ეს. კი ბატონო, ეს არის femtosecondო ლაზერული აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება უკვე კატარაქტის ქირურგიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს. ეხლა რა არის თვითონ ეს femtosecondო ლაზერი? femtolazeri და რა უპირატესობა აქვს მას კატარაქტის ქირურგიაში? თვითონ ლაზერის საშუალებით, ანუ კატარაქტის ქირურგიაში ძირითადად რომ გამოყოთ არის 5 ეტაპი, ეს არის განაკვეთის გაკეთება, შემდეგ ბროლის ჩანთის გახსნა, შემდეგ ბროლის ჩანთთან როგორც ვთქვით, ამოღება ბროლის ნივთიერების, ჩანერგვა ბროლის და შემდეგ უკვე ოპერაციის დასრულება. 3 ეტაპს ასრულებს აქედან femtolazeri. გავაგრძელოთ femtolazerზე, ისევ ზარია პირდაპირ ეთერში აინტერესებს ვიღაცას. გისმენთ ბატონო? დიახ. გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო, მივესალმებით თქვენ სტუმარს. მაქვს ასეთი შეკითხვა, ოღონდ არა კატარაქტასთან. გისმენთ. ყვითელი ნერვის გათეთრება, ატროფია არის თუ არა ნერვის 100%-იანი კუდომა ეს ერთი და თუ რაიმე არის ესე იგი იმისი იმედები რომ აი შეჩერდეს ეს პროცესი ატროფიის დარგში რაიმე მიღწევების ნიშანწყალი ჩანდეს მსოფლიოში ერთი ეს და
მეორე შეკითხვა ის რომ ხან გაზეთებში იწერება ხან აცხადებენ სხვადასხვა სააგენტოები რომ ვითომ და ამერიკის შეერთებულ შტატებში იაპონიაშიც კი მაგრამ პრაქტიკაში ეს არსად ჯერჯერობით არ შეხვედრია ელექტროთვალი აი ჩიპი ვიდეო კამერის დამონტაჟება თვალში და დამოუკიდებლად დადიან ამის შემდეგ უსინათლოები. რამდენად შეიძლება ესეც სინათლე? მადლობთ. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, მხედრობის ნერვის ატროფიასთან დაკავშირებით იყოს შეკითხვა დასმული, რაც ხდება გარკვეულწილად სხვადასხვა პათოლოგიების დროს უპირატესად ამის მიზეზს წარმოადგენს გლაუკომა, თუმცა შეიძლება იყოს სხვა მიზეზითაც განპირობებული. სამწუხაროდ ატროფირებული მხედველობის ნერვი არ იკურნება თანამედროვე მედიცინა ჯერჯერობით არ იძლევა ამის საშუალებას, რომ მოხდეს ატროფირებული, ანუ გადაგვარებული ნერვის აღდგენა. ნერვმა დაკარგა სამწუხაროდ მისი აღდგენა არ შეიძლება. იმპულსების გატარების უნარი აღარაა. რაც შეეხება მეორე შეკითხვას ჩიპთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ატროფირებული ნერვის შემთხვევაში ჯერჯერობით არც ეს ჩიპი არის ეფექტური, იმიტომ რომ ამ ჩიპის ჩანერგვისათვის აუცილებელია, რომ მხედრობის გამტარებლობის გზა იყოს ესე იგი ფუნქციური. თუ ნერვი ატროფიულია, შესაბამისად ვერ ჩიპი ვერ მისცემს. კიდევ ზარია ეთერში? დიახ. გისმენთ ბატონო? ისმის ჩემი ხმა. დიახ, ისმენთ. გამარჯობა ბატონო შოთა. კატარაქტის ოპერაციიდან რამდენ დღეში შეიძლება კითხვა? ანდა ტელევიზორის ჩხერა. დიდი მადლობა. კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ესე იგი მხედველობითი დატვირთვა არ არის შეზღუდული. თქვენ შეგიძლიათ მეორე დღიდანვე უყუროთ ტელევიზორს, იკითხოთ, ასე რომ მაგ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია კატარაქტის ოპერაციას. თავარია როგორც გითხრა ექიმმა, თვალში ხელი არ ამოიწვა და არ დაინფიციროთ თვალი. განვაგრძოთ თვითონ ფემტოლაზერთან დაკავშირებით საუბარი. ძალზე სასიხარულოა პრინციპში ჩვენი კლინიკისათვის ერთი ფაქტი, რომ ამ წლის, ესე იგი, ოქტომბერში პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში დაიდგა ამერიკული კომპანია Bausch & Lomb's აპარატი, ფემტოსეკუნდო ლაზერი, მასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური აპარატურა და ასევე ექსიმერ ლაზერი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ და სწორედ ოქტომბერში პირველად საქართველოში ჩვენმა კლინიკის ხელმძღვანელმა პროფესორმა გიორგი ჯავრიშვილმა პირველად შეასრულა კატარაქტის ოპერაციები, საკმაოდ ამის შემდეგ ჩვენს ჩავერთეთ ფემტოლაზერით კატარაქტის ოპერაციების შესრულებაში და რასაკვირველია, შედეგი ჩვენთვისაც კი გასაოცარი იყო, ანუ ცალსახაა თვითონ ფემტოსეკუნდო ლაზერის როლი, ფემტოლაზერის როლი კატარაქტის ქირურგიაში. ცალსახაა მისი უპირატესობა. ხა რა შემდგომარეობს უპირატესობა, ამაზეც რომ თქვა ორი სიტყვა. ნაკლებია თვალის ტრავმატიზაცია. მთლიანად ან ოპერაციის 5 ეტაპიდან 3 ეტაპს ასრულებს ლაზერი. უმაღლესი სიზუსტით, ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ მილიმეტრის 1000-ის სიზუსტით შეუძლია კატარაქტის ანუ აი ამ მითითებული დავალების შესრულება ლაზერს. რაც მოგეხსენებათ, ლოგიკურია, რომ ისეთი ფაქის ქირურგიაში, როგორც თვალის ქირურგია, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიზუსტის დაცვა. ნაკლებია თვალის ტრავმატიზაცია, შესაბამისად შედეგიც თვალსაჩინო და მე მახსენდება, ჩვენ როდესაც სტუდენტები ვიყავით და პირველად გვაჩვენეს როგორ კეთდება კატარაქტის ოპერაცია და ეს იყო დანით გაჭრა, ბროლის მორყევა და ამოღება და იმასთან შედარებით დანას ჩვენ აღარ ხმარობთ. ეს არის ფანტასტიკური. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა. ფაქტურად ოპერაციის ხანგრძლივობა შემცირდა სადღაც 5-7 წუთამდე. თუ გჭირდებოდა ჩვენ 15 წუთი. ძალიან კარგი, წინა საახალწლოდ ესეთი დადებითი ინფორმაციები მივაწოდოთ ჩვენს პაციენტებს. მოდით ახლა ესეთი რაღაცა გადავიდეთ ახალ შემდგომ საკითხზე. დედამიწაზე პრაქტიკულად არ დარჩა ადამიანი, რომელიც რაღაც ასაკში სათვალეს არ ატარებდეს. ეს არის თითქოს ჩვენი ცხოვრების ატრიბუტი რა. თმები გაჭაღარავდა, კბილები გამოვიცვალე, სათვალე გავიკეთეთ. აქაც არის რაღაცა ცრები. მოდით, კარგად გავშალოთ. რატომ ვიკეთებთ სათვალეს? რა მოგვივიდა ასეთ? სათვალის გაკეთების მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ასაკობრივი პროცესი, ანუ ბროლის კუნთების დასუსტება და ფოკუსირების შეცვლის უნარის დაქვეითება, რასაც პრესბიოპია ეწოდება. ეს არის 40-45 წლის შემდეგ, თუმცა არსებობს ასე იგი რეფრაქციული, ანუ მხედრობის გარდამტეხუნარიანობის სხვადასხვა პათოლოგია
პათოლოგიები, მანკები, რომელიც არ არის დაკავშირებული ასაკთან და ვითარდება ბავშვობისა თუ სხვადასხვა გაგვიგია ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი, სწორედ ამაზეა საუბარი. ახლო მხედველობა ეს არის რეფრაქციული მანკი, როდესაც გარდატეხილი, ანუ თვალში ოპტიკური აპარატის მიერ გარდატეხილი სხივი პროეცირდება, ფოკუსირდება არა ბადურაზე, არამედ მის წინ. შესაბამისად, შუა თვალში. სწორედ ამის გამო მხედველობა არის ბუნდოვანი. ჩვენ სათვალისა თუ ლინზების საშუალებით ვცვლით გარდატეხის ძალას აი ამ სხივებისა, რის ხარჯზეც ფოკუსირება უკვე ხდება ბადურაზე. ფოკუსი გადადის ეკრანზე. ანუ არის შორს მხედველობა, ანუ ახლო მხედველობის შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, ფოკუსირდება ბადურის წინ სხივები, შორს მხედველობის შემთხვევაში ფოკუსირდება ბადურის უკან, ხოლო რაც შეეხება ასტიგმატიზმს, აქ ცოტა რთულად არის საქმე, ასტიგმატიზმის შემთხვევაში თვითონ რქოვანის ფორმა არის შეცვლილი. დაახლოებით შედარება დაახლოებით რომ შევადაროთ, რქოვანა ნაცვლად იმისა რომ იყოს სფერული, ღებულობს დაახლოებით რაგბის ბურთის ფორმას, რის ხარჯზეც სხივები ორ სხვადასხვა მერიდიანში გადაწყდება სხვადასხვანაირად და თვალის კერძზე მოხდება უკვე გაბნეული სხივები. ისევ ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ ბატონო. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. 10 წელია რაც გლაუკომა მაქვს. ერთ თვალზე მქონდა და მერე გადავიდა მეორე თვალზე. ერთი თვალიდან თითქმის ვეღარ ვხედა. და მევნებიან რომ ეხლა კატარაქტაც დაერთო ზედო და ოპერაციას თუ გაიკეთებ ეს შემინებაა. მე რანაირად შეიძლება რომ გლაუკომაც რომ აქვს თვალზე და კატარაქტის ოპერაციას გავიკეთო. აქ პრობლემა ხო უფრო მეტად შემექმნება. კი ბატონო, მოგახსენებთ ეხლავე ქალბატონს როგორც ზემოთ აღინიშნა, რომ გლაუკომის დროს ხდება მხედველობის ნერვის ატროფია, რომელიც შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან მთლიანი ატროფია. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქვს მხედველობის ნერვის ფუნქცია შენარჩუნებული, შესაბამისად, ანუ ქალბატონის შემთხვევაში დაერთო მეორე პრობლემაც კატარაქტას. თუ მხედველობის ნერვის შენარჩუნებული აქვს ფუნქცია, შესაბამისად ოპერაცია ეფექტური იქნება. თუ მხედველობის ნერვი გადაგვარებულია და ატროფირებულია სრულიად, მაშინ ბროლის გამოწვევას აზრი არ აქვს, თუმცა უმეტესწილად მაინც გარკვეულ ეფექტს იძლევა ხოლმე კატარაქტის ოპერაცია, თუ ეს ორი პათოლოგიის თანხმედრა გვაქვს. საკმაოდ ხშირია, ანუ ქალბატონი არ არის ისეთი იშვიათი გამონაკლისი, ხშირია, როდესაც გლაუკომიან თვალში ვითარდება კატარაქტა და უმეტესწილად ეს ოპერაცია ეფექტურია. ეს ძალიან დიდი თემა არის გლაუკომა, ჩვენ შეიძლება ვაპირებდით კიდევ გვესაუბრა ამაზე, მაგრამ ჩვენ ვეღარ მოვიცავთ. ერთი საეთერო დრო დაჭირდება ვეღარ მოვიცავთ, ამიტომ ჯობია კიდევ დაგპატიჟებთ სხვა დროს და მაგაზე ვისაუბრო და მოდით გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ჩვენ ახლო მხედველობა, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმის. საინტერესო იქნება ვისაუბროთ უკვე თანამედროვე შესაძლებლობებზე, ანუ როგორც აღნიშნეთ, ესე იგი ამ რეფრაქციული, ანუ ახლო მხედველობის, შორს მხედველობის და ასტიგმატიზმის კორექციის მეთოდები ეს უძველესი დროიდან ჯერ კიდევ არის სათვალე, ლინზები და თანამედროვე მედიცინა იძლევა საშუალებას, რომ განთავისუფლდეთ სათვალისაგან. ჩავიტაროთ, ანუ ლაზერი ისევ და ისევ ლაზერის საშუალებით მოახდინოთ რქოვანის გარდამტეხუნარიანობის შეცვლა. აი ეთერში დარეკა ბატონმა ფეოდოროვის კლინიკაში ოპერირებულმა, ეს ჯერ კიდევ ძველი მეთოდი იყო, როდესაც ხდებოდა რქოვანის დასერვა და ამის ხარჯზე ფოკუსირების გარდამტეხუნარიანობის შეცვლა. დღევანდელ დღეს ეს ოპერაცია გაცილებით მაღალ დონეზეა ასული, გაცილებით ზუსტად შეიძლება გამოითვალოს თუ ამას აკეთებს უკვე მთლიანად აპარატი გამოთვლას გარდამტეხუნარიანობის და შესაბამისად ხდება ოპერაციულად ლაზერის საშუალებით, ასე ვთქვათ, სათვალის მოხსნა. ეს ოპერაცია არ წარმოადგენს აუცილებლობას, ამითი არ ხდება განკურნება, თუმცა იძლევა მედიცინა აბსოლუტურად უსაფრთხოდ, აბსოლუტურად მაღალი ეფექტით განთავისუფლდეთ სრულიად სათვალისაგან და რატომაც არა. ეხლა მე თვითონ შემიძლია დაგისვათ კითხვა, სანამ დაგვირეკავს ვიღაცა. აი მაგალითად, მაქვს სათვალე, მოვედი, გავიკეთე ოპერაცია და გავთავისუფლდე სათვალისგან. არის კიდევ შანსი იმისა, რომ მე ისევ ჩემი ზარმაცი თვალე კიდევ ნელ-ნელა გამოვიდეს წყობიდან, კიდევ დაკარგოს ფოკუსირების. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო შეკითხვა. მეორე რეოპერაცია კიდე შეიძლება დამთავრდეს.
წლების მერე. როგორც წესი, აი სათვალე თუ ავიღებთ მაგალითისთვის ახლომხედველობას, როდესაც ჩვენ გარკვეულწილად შეიძლება თქვა მინუს ეძახს ხალხი, ასე იცნობს ახლომხედველობა მინუსის შემთხვევაში თუ მოხსნით ჩვენ მინუს გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ თქვენ გაქვთ, პირობითად რომ ავიღოთ სადღაც -6, -10 მინუსი, ჩვენ სადღაც 10-15 წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ რეგრესი სადღაც 0.5-0.75 დიოპტრია. ფაქტიურად ეს არის ძალიან უმნიშვნელო ციფრი, ანუ სათვალე ადამიანს არ დაჭირდება. რაც შეეხება რეოპერაციას, ამის საშუალებაც არსებობს. გარკვეულწილად თვითონ რეოპერაციის და თავად ოპერაციის ჩვენება დამოკიდებულია რქოვანის სისქეზე. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, ვცვლით რქოვანის სისქეს, რქოვანის გარდამტეხუნარიანობას. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ რქოვანის სისქე გვაძლევდეს საშუალებას რომ მასზე მოვახდინოთ გარკვეული ზემოქმედება. და თვითონ ოპერაცია სრულდება ორ ეტაპად. ერთ ეტაპზე იგივე ფემტო ლაზერის საშუალებით ხდება ანათლის გაკეთება, შემდეგ ეს ანათალი როგორც წარმოიდგინეთ როგორც კონსერვის ქილას სახურავით გვერდზე გადაიხდება, მოხდება რქოვანის ქსოვილის აორთქლება უკვე ექსიმერ ლაზერის საშუალებით და იგივე ანათლის უკან დაფარება. ყოველგვარი ნაკერის გარეშე, ყოველგვარი მხოლოდ და მხოლოდ წვეთების გაუტკანო დაძინების გარეშე ოპერაცია თვითონ ლაზერი მოქმედებს თვალზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში თითო თვალზე, იმავე დღეს პაციენტი მიდის სახლში, მეორე დღიდან უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მეორე დღიდან უკვე ხედავს ეფექტს და გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე საკმაოდ ეფექტური, საკმაოდ უსაფრთხო, ძირითადად პაციენტებს ეშინიათ ხოლმე გვერდითი მომენტები, გვერდითი მოვლენების გართულებების. მინდა აღნიშნო, რომ დღევანდელ დღეს თვითონ ამ ოპერაციის გართულებები იმდენად მინიმალურია, რომ ჩვენ თვითონ ექიმების კი უკვე ძალიან მშვიდად ვაკეთებთ ამ ოპერაციას. აღარ გაურბივართ. მე როგორც ქირურგი ხარ, რომ მუშაობ ხოლმე იმისათვის რომ კარგად დავინახო და ესა მჭირდება სათვალის გაკეთება და საკმაოდ ძნელია ქირურგს ხელი როცა დაკავებული აქვს და სათვალე მიცოცავს მოწოცავს ეს არის დიდი კომფორტი რომ ნამდვილად მოიშორო სათვალე ამ შემთხვევაში და არ ვიცი მე ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი ხა მსახიობია ზოგი და სათვალის გარეშე უნდა ითამაშოს. ძალიან ბევრი მომენტებია. კი, საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა მოკლედ მედიცინისა, ოფთალმოქირურგიისა და ეხლა რამდენად შეძლებენ ხოლმე აი ადამიანები რომელთაც ძალიან ზუსტი სამუშაო შესრულება ჭირდებათ მაგალითად მე-საათეს როცა წვრილი დეტალები აქვს თან და თქვათ იგივე ქირურგებს სამუშაო როცა აქვს აი ოპერაციის მერე რამდენად თავისუფლად მუშაობენ რამდენად ზუსტია ეს მათი მუშაობა ისევ ზარია პირდაპირ ეთერში და მე იქნება ორივე კითხვაზე გვეპასუხოთ გისმენთ ბატონო გამარჯობა თუ კაცრავად ცოტა გვიან ჩაგერთეთ და მაინტერესებს დიაბეტიანებისთვის როგორ არის ეგ ეფექტური როგორ არის დიაბეტი მოგახსენეთ ბატონო ეხლა უნდა ვისაუბროთ მაგ თემაზე კი ბატონო ანუ თვითონ ალბათ საუბარი კითხვა ეხება სათვალის მოხსნის ოპერაციას ნუ გამომდინარე იქიდან რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ესე იგი ჩვენ გვაქვს ცვლილებები თვალის ფსკერზე თვითონ ნერვულ ქსოვილზე და მხედრობის დაქვეითება განპირობებული არა მხოლოდ გარდამტეხუნარიანობის და დაკლებით, არამედ თვითონ ნერვული ქსოვილის გადაგვარებით, თვითონ შაქრიანი დიაბეტი გარკვეულწილად უკუჩვენებას წარმოადგენს ამ ოპერაციისთვის. ხშირად არ არის შედეგიანი, თვითონ შაქრიან პაციენტებში უფრო შენელებულია შეხორცების პროცესი, აქედან გამომდინარე ჩვენ უმეტესწილად თავს ვიკავებთ ხოლმე თუ რაღაც განსაკუთრებული ჩვენება არ აქვს აი ამ სათვალის მოხსნის ოპერაციისაგან და ყურადღებას ვამახვილებ თვითონ დიაბეტის მკურნალობაზე. ამიტომ არის რომ როდესაც იწყება საუბარი და დიაბეტი აქვს ადამიანს თავს ვერ ვიკავებ შაქრიანი უნდა ჭამო ეს არის ღვინო უნდა დავლიო რაღაც ძალიან არასერიოზული მიდგომა ეს არ არის მარტო პირის გემოს დაავადება და მაშინ როდესაც როცა იფიქრებს ადამიანი რომ არსებობს დიაბეტური რეტინოპათია და შეიძლება თვალის ჩინი დაკარგოს ადამიანმა ამ დროს ღირს ნამდვილად დაჯდე ცოტა დიეტაზე მოიწესრიგო ის კი არის უპირველესი ანუ დიაბეტის პრობლემები მოიწესრიგო
ესე იგი ეს აი ამ დავად ხო საუბრობდით კიდევ ასტიგმატიზმის შესახებ საკმაოდ რთულია რაღაც არასფერული და არა ესეთი ფორმის არის რთულია თუმცა როგორ დაამრგვალებთ თქვენ ამ კი აი სწორედ ლაზერი XML ლაზერის წინასწარ დაპროგრამებული სქემით ანუ ხდება წინასწარ აუცილებლად რქოვანის ფორმის ტოპოგრაფიის ჩატარება, რის ხარჯზეც გამოიწვია შეფასდება მისი ფორმა და ინდივიდუალურად ყველა თვალისათვის, ყველა პაციენტისათვის შეირჩევა ანუ აი ამ აბლაციის, ანუ რქოვანის გარდამტეხუნარიანობის შეცვლის გარკვეული სქემა, რომელიც ჩადებულია პირდაპირ აი ამ უახლეს აპარატურაში, ეს არის სხვათა შორის 2016 წლის მოდელი ამერიკული კომპანია Bausch & Lombისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაშიც, ხშირია თანხმედრა ასტიგმატიზმისა ახლომხედოობასთან, შორსხედოობასთან ერთ ეტაპად პირდაპირ ერთ ოპერაციაზე სრულდება ასტიგმატიზმის კორექციას, ახლომხედოობის, შორსხედოობის კორექციას. შესაბამისად, თუ არის მხოლოდ ასტიგმატიზმი, შეიძლება მხოლოდ ასტიგმატიზმის გამო ჩატარდეს ოპერაცია. ანუ თვითონ ფორმის შეცვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ ინდივიდუალურად ყველა რქოვანისათვის, ყველა პაციენტისათვის ხდება გარკვეული სქემის შერჩევა. არ შემიძლია ხა მე როგორც ქირურგმა ეგეთი კითხვა არ დაგისვათ. ძალიან ხშირია ტრავმატიზმი, ხან ავარია ხდება, მე მინახავს, როდესაც მინის ნამსხვრევებით არის თვალი ამოვსებული, დაზიანებული არის ხოლმე თვალის ქსოვილები სხვადასხვა ტრავმების დროს და რამდენად იყენებთ თანამედროვე ამ ქირურგიულ მეთოდებს ტრავმული თვალის შემთხვევაში? კი ბატონო, ნუ ტრავმული დაზიანების შემთხვევაში ახლა როგორც თქვენ დანეთ თუ გასაკვირველია დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე, დაზიანების ანუ ანატომიურად თუ რომელი ნაწილია დაზიანებული, თუ რქოვანაა დაზიანებული, რასაკვირველია მოხდება მისი მთლიანობის აღდგენა. თუ ბროლია დაზიანებული და განვითარდა ტრავმული კატარაქტა, რაც ნუ ტრავმა ერთ-ერთი მიზეზია კატარაქტის ჩამოყალიბებისა, რასაკვირველია უკვე შეიძლება იგივე ამ თანამედროვე აპარატურის საშუალებით. რქოვანის გადანერგვაც უკეთდება. რქოვანის გადანერგვაც სრულდება აი ამ ტექნოლოგიით, იგივე ესე იგი ხდება ანუ რქოვანის გადანერგვის პრინციპი რა არის? დონორის მასალიდან, ანუ გვამური მასალიდან, რომელსაც ჩვენი კლინიკა ღებულობს ამერიკიდან, ბილტმორიდან, ხდება სხვა შორის საკმაოდ საინტერესოა თვითონ ამ გვამური მასალის მიღება. მოგეხსენებათ, საქართველოში ჩვენ არ გვაძლევს კანონმდებლობა საშუალებას, რომ გვამიდან მივიღოთ მასალა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ გვამური მასალის ხარისხი. ნუ ჩვენი კლინიკა მარაგდება ბილტმორის ორგანოთა ბანკიდან. ეს იგი ერთ ეტაპზე ხდება ამ გვამური მასალიდან რქოვანის ამოკვეთა, შემდეგ უკვე ადამიანი დონორის, ანუ უпростоად რეციპიენტის რქოვანის ამოკვეთა და იგივე ამოკვეთილ რქოვანაში უკვე გადანერგვა დონორის მასალისა. ძალზე მნიშვნელოვანია აქაც სიზუსტე, რასაც ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანმა ხელით, ქირურგმა ხელით მიაღწიოს იმ სიზუსტეს, რასაც იძლევა ფემტოლაზერი. წინასწარ დაპროგრამებულია, ესე იგი მილიმეტრის მიათასედების სიზუსტით სრულდება ოპერაცია. ჩვენ ძალიან ბევრი სასაუბრო გვაქვს და დრო კიდნელნელა გვეწურება, მაგრამ მოდით ახლა ერთი ესეთი პრაქტიკული საკითხი მინდა. ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი განუწყვეტლად კომპიუტერის წინ ზის, ტელევიზორის წინ ზის და ჩვენ ხშირად ვუჩივით ხოლმე. ახლა ჩვენც რა დასამალია, ხან კითხულობთ რაღაცას, ხან ფილმს უყურებთ და ვატყობთ, რომ თვალი გვეწვის, თითქოს ვეღარ ახამხამებთ თავისუფლად, ხელით გინდა რომ მოისრისო თვალები და ვერც ხედავ კარგად. ხანდახან მომენტები არის, რომ დაკარგავ ფოკუსირების უნარს. აი რა არის ახლა ეს კომპიუტერის თვალი და რა უშველოთ? კი, რა უნდა უშველოთ, ანუ ეს არის აბსოლუტურად პროცესი, რომელსაც ჯერჯერობით ევოლუციამ ვერ ჩვენი ევოლუცია, ანუ ადამიანის ევოლუცია მიდის იქამდე, რომ რაღაც ან კომპიუტერი ჯერ არ არის ადაპტირებული ჩვენი ორგანიზმისათვის. იმდენად ახალია და ვერ ვასწრებთ ჯერჯერობით, ანუ რაში არის პრობლემის არსი. ჩვენ როდესაც უყურებთ კომპიუტერს, ან ახლოს ვართ ეკრანთან, ამ დროს გაიშვიათებულია თვალის ხამხამის სიხშირე, შესაბამისად თვალის დატენიანება ცრემლის საშუალებით ხდება ნაკლებად. ხდება თვალის გამოშრობა და ყველა ეს პრობლემა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თვალების წვა, მხედობის დაბინდვა, გამომდინარეობს სწორედ თვალების სიმშრალიდან. აქედან ნუ ძალიან მარტივი, ყველაზე უფრო ისეთი პრაქტიკული რჩევა, რაც შეიძლება მივცეთ რადიო მსმენელებს, ზოგადად აი პრობლემის
პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს. ეს არის ხშირად დასვენება მუშაობის პროცესში, სადღაც საათში, საათნახევარში თვალების დასვენება, კომპიუტერის ეკრანიდან მოწყვეტა მზერის და ხელოვნური დამატენიანებელი ცრემლების ხმარება, რაც გვაძლევს საშუალებას დავატენიანოთ თვალი და აი ეგ დავიცვათ გამოშრობის საკითხი. ხანდახან როცა დიდხანს კითხულობს ადამიანი ან დაძაბული მუშაობს სათვალე გაკეთებული და არასათანადო განათებულობის პირობებში თვალიც იღლება, თავის ტკივილი ეწყება ზოგჯერ. კი ბატონო, ესეც დაძაბული, როდესაც ეს ამ დროს ხდება თვითონ თვალის აკომოდაციის აპარატის დაძაბვა. დიახ, ბროლის მამოძრავებელი, ბროლის ესე იგი რაც წაღანაზეც ვისაუბრეთ, ესე იგი ცინის იოგების თვითონ ბროლის ცილიარული სხეულის გადაძაბვა ხდება, აი აკომოდაციური კუნთების გადაძაბვა ხდება, რის ხარჯზეც ვითარდება აკომოდაციის სპაზმი, აღარ ხდება ბროლის ესე იგი ფორმის შეცვლა, რის ხარჯზეც აი სწორედ აი სიმპტომატიკას ამ დროს რა უნდა ვქოთ? მოვიძროთ სათვალე და სივრცეში გავიხედოთ და აბსოლუტურად არის გარკვეული ვარჯიშები, მივიდეთ ფანჯარასთან რელაქსაცია თვალის. მარტივი ვარჯიშია, დავდგეთ თუნდაც ფანის ძველი მეთოდია, დავდგეთ ფანჯარასთან, შევხედოთ ჯერ ფანჯარაზე რაიმე წერტილს, შემდეგ გადავიტანოთ მზერა შორს უკიდურეს წერტილში, შემდეგ ისევ ფანჯარაზე და ასე ვავარჯიშოთ თვალის მამოძრავებელი. კიდევ ზარია ეთერში გისმენთ ბატონო? მოგესალმებით. მინდა ორი რეცეპტი შემოგთავაზოთ ძველებური ექიმბაშური. ერთი არის რომ ცერეცო, როცა ბრმავდება ქვეწარმავალი, ცერეცოს გამოისვავს თვალებში ახალმთვარეზე და სხვათა შორის ბევრს უშველა. მეორე რეცეპტი არის რომ ხაოიანი ის რო აქ ენა მოხუც უნდა შეჭამოს ძალიან ბევრი ისა ქიშმიში და მერე გამოუსვას თვალში და ესეც კატარაქტას წმინდავს. მადლობა, დიდი მადლობა. ეს ხშირად გვირეკავს, ეს ჩვენი საინტერესო მეთოდია. ეს ეთყობა ძალიან დიდი დროის იქიდან მოდის ეს. თუმცა მე მაინც რეკომენდაციას მივცემდი პაციენტებს, თანამედროვე უკეთეს მეთოდებს. თანამედროვე მეთოდებს მიმართონ არ დაელოდონ თვითონ კატარაქტის გადამწიფებას, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან, უმეტესწილად უკვე დაგვიანებულია ოპერაცია და მოყავთ ახლობლებს ხელით რაც არასაკვირველია არასწორი, ანუ დროულად მიმართონ ექიმს, ეს ძველი საშუალებები რასაკვირველია, კარგია, თუმცა თანამედროვე მედიცინა განსხვავდება ეწინააღმდეგება აი რასაკვირველია, მე დიდი მადლობა მინდა ჩვენ რადიო მსმენელებს უთხრა იმისათვის, რომ ასე იაქტიურეს დღეს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს სტუმარს, ბატონ შოთა თადუმაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა ამ ჩვენი. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე მინდა თქვენ გისურვოთ ბედნიერი შობა ახალი წელიწადი და მომავალ წელს ალბათ შევხვდებით საინტერესო იდეებით. ღმერთებარებოდეთ, კარგად იყავით. ჯანმრთელობა და მხედველობა მინდა უსურვო ჩვენს ესე იგი მსმენელს. მადლობთ. კარგად ზანდებოდეთ. მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯი წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ ოთხშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის.